ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება დაიწყეს. ევროკომისიამ შეიმუშავა უსაფრთხოების დოკუმენტიც, რომელიც ატვირთულია მათსავე ოფიციალურ ვებსაიტზე. და მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტმა, არაერთხელ გააკრიტიკა ევროპის თავდაცვის შესაძლებლობები, ევროპის ქვეყნებმა გაზარდეს მნიშვნელოვნად თავდაცვის ბიუჯეტები და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ ევროპის სამხედრო ინდუსტრიაზე, თავდაცვის ინდუსტრიაზე. თუმცა, თავდაპირველად მინდა მოგითხროთ თუ როგორ გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტები ევროპულ ქვეყნებში, მაგალითისთვის 2021 წლიდან 2024 წლამდე და გრაფიკული გამოსახულების საშუალებით გაჩვენებთ ამას. ლურჯი წერტილით არის მონიშნული ის მონაცემები, რომლებიც 2021 წელს იყო, ხოლო წითლად არის 2024 წლის მონაცემები და როგორც ხედავთ, ამ პერიოდში 2024 წლისთვის უმრავლესობა ქვეყნებმა გაზარდეს მნიშვნელოვნად თავდაცვის ბიუჯეტები. ასე მაგალითად, ყველაზე მაქსიმუმი დიდი გაფართოება გაზრდა დაფიქსირდა პოლონეთის შემთხვევაში, რომელიც ერთგვარად არის გამორჩეული ქვეყანა, რადგან ევროპის ამ ქვეყანამ პოლონეთმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტი გამოყო თავდაცვის გასაძლიერებლად. და რომ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ უსაფრთხოების დოკუმენტს, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა, ამ დოკუმენტში არის 7 ძირითადი მიმართულება, ასე ვთქვათ, პრიორიტეტად გამოყოფილი და ესენია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ამუნიცია და ჭურვები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო საშუალებები, სამხედრო მობილობა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერ და ელექტრონული ომის წარმოება და სტრატეგიული ობიექტების დაცვა. ეს ის მიმართულებებია, რომელზედაც უნდა გამახვილდეს ყურადღება და ევროკომისიაში არაერთხელ აღინიშნა ასევე ის, რომ აკუმულირებული თანხები უნდა მიემართოს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროპის მასშტაბით მრავალ ქვეყანას აქვს თავდაცვის ინდუსტრია საკმაოდ გაძლიერებული და ჩვენ ძირითად იმ 13 ქვეყანას შემდეგ გრაფიკული გამოსახულებით გაჩვენებთ, რომლებიც ასე ვთქვათ უფრო წინ არიან. ეს ქვეყნები არის უკრაინა, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, თურქეთი და რუმინეთი. პოლონეთში ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მსხვილი კომპანია არის პოლონეთის თავდაცვის ჯგუფი. უკრაინაში ეს არის უკრობორონპრომი. გერმანიაში არის 5 ძირითადი კომპანია, რომელიც აწარმოებს როგორც ქვეითა საბრძოლო მანქანებს, ასევე ჯავშან ტექნიკას, არტილერიო საშუალებებს და ასე შემდეგ. დიდ ბრიტანეთში გვაქვს 6 მნიშვნელოვანი კომპანია, საფრანგეთში 4, ფინეთში მაგალითად არის კომპანია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას, როგორც საჰაერო საშუალებებს, ასევე სახმელეთო საშუალებებს. იტალიაში გვაქვს 2 კომპანია ძირითადი, რომლებიც ასევე კომპლექსურ შეიარაღებას აწარმოებს. ესპანეთში გვაქვს 2 მნიშვნელოვანი კომპანია და მაგალითად ერთ-ერთი კომპანია ნავანტია აწარმოებს წყალქვეშა ნავებსაც. ნორვეგიაშიც ასევე 2 ძირითადი სამხედრო სამრეწველო კომპანიაა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ განვითარებულია ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრია, სადაც 3 ძირითადი კომპანიაა და საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩეხური თვითმავალი საარტილერიო საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაშიც არის. თურქეთი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ასე ვთქვათ, მზად არის, რომ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს, არის ერთ-ერთი უმსხვილესი შეიარაღების მწარმოებელი ქვეყანა. ამ ქვეყანაში იწარმოება დრონებიც, იწარმოება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და ასე შემდეგ. ასევე უნდა აღინიშნოს რუმინეთის, რომელიც საკმაოდ მძლავრი კომპანიები აქვს და ასევე რუმინული შეიარაღებაც, რუმინული ცეცხლსროლი საშუალებები ასევე იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში. და ჩვენ სტუმარს ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არის ევროპის თავდაცვის ინდუსტრია, რომ გამოუკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს და ამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ ახლა. ევროპის ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობებზე, ასევე სამხედრო ინდუსტრიაზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებიშაშვილი უპასუხებს. მოგესალმები ბატონო ლაშა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მექნება, რომელი ქვეყანა არის, ასე ვთქვათ, რომელი ქვეყნებია გამორჩეული ინდუსტრიის კუთხით, სამხედრო ინდუსტრიის კუთხით და რა ტიპის შეიარაღების წარმოების შესაძლებლობა აქვს ამ ქვეყნებს?
საინტერესო სიტუაციაა ზოგადად ევროკავშირში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანას ევროკავშირის ფარგლებში გააჩნია მულტიფუნქციური სამხედრო მრეწველობა და ყველა მიმართულებით იქნება ეს ჯავშანტექნიკა, საბრძოლო თვითმფრინავები, არტილერია თუ ასე შემდეგ, აღარ ვსაუბრობ დრონების წარმოებაზე და სხვა უფრო ესე ტექნოლოგიურ სისტემებზე. პრაქტიკულად გნებავთ ავიღოთ გერმანია, გნებავთ ავიღოთ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი თუ შვედეთი. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას გააჩნია ეს უნიკალური შესაძლებლობები, რომ მრავალი სპექტრის თვალსაზრისით აწარმოონ პროდუქცია. ევროკავშირის პრობლემა ის არის, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ ეს მრავალი სპექტრი შეინარჩუნოს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ერთგვარი დუბლირების მომენტი, როცა ყველა ქვეყანა რაღაცას აწარმოებს ერთ და იგივე მიმართულებით, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა, იმიტომ რომ აქ ეროვნული ინტერესი შემოდის. აი, ჩვენ გვაქვს ეს სიტუაცია პირობითად, როცა ერთის მხრივ გერმანიაში დიდი ინდუსტრიული საფუძველი არსებობს, გნებავთ მძიმე ტექნიკის წარმოების თვალსაზრისით, ახლა რაინმეტალი რომ ავიღოთ მაგალითად, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს იგივე შესაძლებლობები იტალიაში იქნება, საფრანგეთში იქნება თუ ბრიტანეთში. იგივე ეხება მაგალითად საზღვაო ტექნოლოგიების, ანუ ხომალდების წარმოებას, რომელიც გააჩნია როგორც გერმანიას, ასევე გააჩნია მაგალითად იგივე შვედეთს, გააჩნია ასევე მათ შორის საფრანგეთსაც და იტალიასაც. ანუ მთელი პრობლემა რეალურად ევროპული სამხედრო ინდუსტრიის იმის კი არ არის, რომ მას არ აქვს საკმარისი პოტენციალი, არამედ მთელი პრობლემა იმაში არის, რომ ამ პოტენციალის ასე ვთქვათ, სწორი რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს, რომ იმ ხარისხის და იმ რაოდენობის პროდუქცია იქნას გამოშვებული, რომელიც ევროპას ამ მომენტში სჭირდება. ახლა სულ მიდის საუბარი, რომ ევროკომისიაში მაგალითად ხშირად აღინიშნა, რომ ეს გამოყოფილი თანხები გაზრდილი ბიუჯეტებს რაც უკავშირდება, არის ერთ-ერთი სამიზნე ამისთვის, რომ გაძლიერდეს ინდუსტრია. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ეკონომიკამ გამოვიყენებ ამ ტერმინს და სამხედრო რელსებზე გადასვლა დაიწყო და რამდენად არის ეს თქვა დროული და რა შედეგს გამოიღებს ეს, იმიტომ რომ ეს ერთგვარად გრძელვადიანი პროცესია. ნუ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ეს თანხები რაც არის გამოყოფილი ძალიან კარგია, ძალიან მასშტაბური თანხებია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ეკონომიკა ან ევროპა გადასული არის სამხედრო რელსებზე. არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ ევროპას იმხელა ეკონომიკური და ფინანსური რესურსი გააჩნია, რომ მას შეუძლია ამხელა თანხების გამოყოფა ისე, რომ არ გადაიყვანოს მთელი თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე. სულ სხვა თემა არის, რამდენად ეს გადაწყვეტილება დროული იყო და რამდენად ევროპა სურს მასშტაბირება სამხედრო პროდუქციის წარმოების, რომელიც მას სჭირდებოდა არა დღეს, ან არა სჭირდება ხვალ, არამედ მას სჭირდებოდა გუშინ და გუშინ წინ. პირობითად, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა არის იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და მთლიანად გავიდა ევროპის კონტინენტიდან და თან გაიყოლია ეს სამხედრო შესაძლებლობები ნატოს ფარგლებში, რაც ნატოს ხდის ყველაზე ლეტალურ და ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციას, მთელი რიგი სფეროები აღმოჩნდება, სადაც ევროპას რა თქმა უნდა გააჩნია შესაძლებლობები, მაგრამ ეს შესაძლებლობები არ არის მასშტაბური. ანუ მას მოუწევს გარკვეული დროის განმავლობაში ამ შესაძლებლობების გაშლა, ანუ წარმოება და იმ მასშტაბით წარმოება, რომ მაგალითად 4-5 წლის განმავლობაში ჩაანაცვლოს ამერიკის შეერთებული შტატები აი ამ სეგმენტში. მეორე საკითხი არის, რა დრო დაჭირდება ამას. კიდევ ერთხელ, ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე. მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ხა ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ევროპას ჯერჯერობით მაინც არ ახასიათებს ის რაღაც კრიზისული დროის აღქმის უნარი, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები გუშინ და გუშინ წინ უნდა ყოფილიყო მიღებული. საუბარი არის იმაზე, ეხლა მაგალითად მიდის საუბარი, რომ რამდენად მოხდება აი ამ შესაძლებლობების, რაც გამოყოფილია თანხა, ამ შესაძლებლობებს ათვისება ისე, რომ 2030 წლისთვის ევროპა გავიდეს სასურველ დონეზე. ჩვენ გვინდა ევროპა ძლიერი, ევროპა, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩაანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ხვალზე, ანუ მომდევნო წელს და მინიმუმ 2027 წლიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით იმ მასშტაბებზე ჩვენ 2026 და 2027 წელს ვერ გავდივართ, ვერ გავალთ, რაც რეალურად და ობიექტურად რის მოთხოვნილებას არსებობს დღევანდელი ამ რუსული საფრთხის გათვალისწინებით, როგორც უკრაინაში, ასევე ზოგადად განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების მიმართ.
თქვენ ახსენეთ ევროპის მზადყოფნა 2030 წლისთვის და ეს დოკუმენტშიც ასეთი სახელწოდებით არის, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და საინტერესოა თვითონ ევროკომისიაში საუბრობენ, რომ წლების მანძილზე თავდაცვის ინდუსტრიაზე და თავდაცვაზე თანხები არ იხარჯებოდა საკმარისად და რამდენად მზად არის ამ ტემპით, თუმცა საუბარია, რომ ტემპი კიდევ უფრო უნდა მოუმატონ. ამ ტემპით 2030 წლისთვის, ასე ვთქვათ, ევროპამ საკუთარი საკუთარი უსაფრთხოება სრულფასოვნად უზრუნველყოს გამზრდილი საფრთხეების საპასუხოდ. გასაგებია რომ ევროპას ზოგადად ევროპული დასავლური ტრადიცია არის საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა, ამიტომ რა თანხებიც რა უნდა გამოყოფილიყო, ბუნებრივია ის დაიგეგმებოდა, ასე ვთქვათ, 5 წლიანი, 6 წლიანი და 10 წლიანი პერსპექტივის ფარგლებში და ეს ძალიან კარგია რომ ესე არის. როგორც მინიმუმ გვეწოდინება რისთვის იგეგმება ამ თანხების ხარჯვა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ პირველი 2-3 წელი, ანუ როცა ევროპა თანდათანობით აამუშავებს ამ ინდუსტრიულ რესურსს თავისი წარმოების, მე არ მინდა ახლა ისე გამიგოთ რომ უკიდურესად კრიტიკულად ვარ, ის რაც ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა, ისიც კი წარმოუდგენელი იყო იმ ფონზე, რაც მაგალითად 10 წლის წინ ხდებოდა ევროპაში. ევროპამ საკმაოდ პროგრესი განიცადა სამხედრო წარმოების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით და ევროპა რომ ვერ ვიტყოდით უკრაინა რამდენად გაძლებდა რეალურად აი ამ ინტენსივობას საბრძოლო მოქმედებების. რუსეთის არმია არ არის ის არმია, რაც იყო 2022 წლის თებერვალს. ის გაცილებით მრავალრიცხოვანი არის, ის გაცილებით ბრძოლისუნარიანი არის და მას გაცილებით მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც 3 წლის წინ. ვერც ერთი ევროპული არმია დღევანდელი გადმოსახედით ვერ შეაჩერებს. ობიექტურები რო ვიყოთ, ვერ შეაჩერებს რუსულ არმიას, თუ მან შეაჩერა, გაყინა პირობითად უკრაინის ფრონტი და სხვა მიმართულებით გადაწყვიტა შეტევების განხორციელება. ამიტომ რეალურად ევროპის წინაშე ორი ამოცანა დგას. ერთის მხრივ საკმარისი დახმარება მიაწოდოს უკრაინას, იმისთვის რომ უკრაინამ თავის თავზე ძირითადი შემაკავებელი ფუნქცია აიღოს რუსული ჯარის და ეს დრო იქნას გამოყენებული 2030 წლამდე, რომ ევროპული ინდუსტრია და ევროპული სამხედრო სისტემა იმ დონეზე განვითარდეს, რომ უკვე მას თავის თავზე შეძლოს აღება საკუთარი თავდაცვის. დაბოლოს მინდა მოკლედ გკითხოთ, არაწევრი პარტნიორი ქვეყნები მაქვს მხედველობაში, რა ქვეყნები მოიაზრებენ რა ქვეყნებს ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. ალბათ უკრაინა და საქართველო რა პოზიციაზეა? ხო, ეს ძალიან ტკივნეული საკითხი არის, იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკური გადმოსახედიდან და გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს ჩვენი სურვილი, რომ გვინდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ევროპას აღიარებული აქვს ჩვენი სურვილი, მინიჭებული აქვს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი. ფორმალურად შეიძლება ვივარაუდოთ და ევროპა ვერ გაექცევა ამას. ეს სხვათაშორის არის მნიშვნელოვანი კრიტიკა მათ შორის ევროპის მიმართ, რომ თუ სტრატეგიული განაცხადი არის გაკეთებული საქართველოს მისამართით, ანუ კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოსთვის, შესაბამისად მისი უსაფრთხოების სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს საქართველოს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ქვეყანას აძლევდა ერთის მხრივ გაწევრიანების მომავალს, სტატუსს და მეორეს მხრივ უკაცრავად ცალფეხზე დაიკიდო მისი უსაფრთხოება და ზვიგენს და გოლიათს თუ დაუტოვო შესაჭმელად. ესე არ გამოვა. ამიტომ როცა შოლცმა განაცხადა თავისი სოციალისტების პარტიის ხდომაზე, თუ არ ვთქვი 2 წლის წინ 2023-ში, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე და შემოხაზა ერთგვარად საზღვარი, მან ერთგვარი სტრატეგიული განაცხადი გააკეთა, ეს არის გერმანიის სტრატეგიული განაცხადი. გასაგებია, რომ ქართული ოცნების არაადეკვატური პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოების და ევროკავშირის მიმართ კარგის მომტანი არ არის, მაგრამ ის რომ საქართველოს თავისი ევროპული მისწრაფების და კანდიდატობის სტატუსის გამო როგორც მინიმუმ ფორმალურად ზის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ეს ფაქტია.